ტურიზმის განვითარების რამოდენიმე პუნქტ ჩამოვთვი, ესენია: ღვინის ტურიზმი, გორიციხის პროექტირება, განვითარების კონცეფცია, ბიისის გოგირდოვანი წყლები. აგროტურისტული კონტენციის კვლევა. უკაცრავად ნამდვილად ცოტა აუღელვია ამდენ ხალხს უყურებთ ესეთ საპასუხისმგებლო საქმეს რო დავადექით და ჩატარდება ტურისტული პოტენციალის მქონე მეურნეობის კვლევა. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ წყდება ხოლმე ქართულ ოცნებაში, თუ ვინ იქნებიან მათ საარჩევნო სიაში დეპუტატობის კანდიდატები და რა მოეთხოვებათ მათ ივანიშვილის უპირობო მორჩილების გარდა. მაგრამ ზუსტად რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ წერა-კითხვის ცოდნა არ მოეთხოვებათ. თავარია წითელ და მწვანე ღილაკებს არჩევდნენ. აი მაგალითად, ლადო ხინჩეგაშვილი, რომელიც დაწერილს ვერ კითხულობს, დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. მან თითი დაეჭირა მწვანე ღილაკს და ხმა მისცა კანონებს ეგრეთ წოდებული განათლების რეფორმის განსახორციელებლად, რომელიც მომავალში თქვენი შვილების განათლების ხარისხს განსაზღვრავს. ანუ ამ ადამიანმა გადაწყვიტა თქვენი შვილის განათლების მომავალი. სოციალურად დაუცველების დასაქმება, დაუკანონებელი საკუთრებების ლეგალიზაცია და უფასო სასადილო. ვითანამშრომლეთ ამ თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეიქმნა სტარტაპ აქსელერატორი, სადაც მეწარმეობისა ბიზნესის დასწრების სურვილებს შესაძლებლობა შეეძლებათ პროფესიონალების დახმარებით შეადგინონ ბიზნეს გეგმა, იმუშაონ გრანტების მოძიებაზე და ასე შემდეგ. აქსელერატორი პერიოდულად შემოგთავაზებს ტრენინგებს. მოსწრეები გავხდით ძალიან დიდი და ძალიან ქართული საქმისა, რასაც გვია ჩვენი სტუდენტების უფასო სწავლა განათლების მიღება. ესეთი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ვთქვა, რომ ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენთაგანს, თითოეულ გუნდის წევრს, ლიდერს იმისთვის, რომ ეს ზრუნავს ქართულ ახალგაზრდებზე. აი გენოსაც მოსწონს განათლების რეფორმა. ამან იცის, როგორი უნდა იყოს, განსწავლული და გათვითცნობიერებულია. კიდევ ხატია სიჯინავას მოსწონს ეს რეფორმა და არაუშავს თუ მზექალა შანიძეს არ მოეწონება. ეხლა რაც შეეხება მართალი არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია. ჩვენი შვილების განათლებისა და ზოგადად მომავლის განსაზღვრაში ლადო და გენო მარტო არ არიან. დანარჩენებიდან ვინ, სად და რა განათლება მიიღო პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ვერ გაიგებთ. ზოგი მეღვინეა, ზოგი ფარმაცევტი, ზოგი აგრონომი, ზოგიც ფილოლოგი. თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ვერ წაიკითხავთ, თუ სად დაეუფლნენ ეს ადამიანები აღნიშნულ პროფესიებს. ზოგიერთი მათ მიერ მითითებული სასწავლებელი საერთოდ Google-შიც არ იძებნება. ფილოლოგზე გამახსენდა. გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ დღეს მე მომიწია კომიტეტის წახვანა და მე მგონი გვაქვს ქორუმი და შეგვიძლია დავიწყოთ ხდომა. დღის წესრიგი გვაქვს ესეთი. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი ეროვნული საარქივო ფონდის და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი დღეს გვეყოლება განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და პარლამენტის ვებგვერდის მიხედვით ეს ქალი ფურცლიდან რომ ძლივს კითხულობს ფილოლოგია. დანარჩენებიდან ზოგიერთის განათლების გრაფა საერთოდ ცარიელია. ისევე როგორც მოქმედი პრეზიდენტის და ყოფილი დეპუტატის მიხეილ ყაველაშვილის განათლების გრაფა იყო ცარიელი და ეს ხალხი ყველა ერთად ახლა განათლების რეფორმას ახორციელებს, რომლის სავალალო შედეგებსაც როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში მოვიმკით. ეს განათლების რეფორმა აზიანებს ძალიან ბევრ მიმართულებას. ამ კანონის მიღებით ფაქტობრივად ხელისუფლებამ სახელმწიფოს ყველა უნივერსიტეტი გამოაცხადა პროფილურ უმაღლეს სასწავლებლებად, რადგან როდესაც სახელმწიფო განსაზღვრავს განათლების პროგრამა ექნება უნივერსიტეტებს, რა რაოდენობის სტუდენტი ეყოლებათ და რა რაოდენობის დაფინანსება ექნება, ეს არის ფაქტობრივად გამოშიგნა დანგრევის სქემა და რეალურად საქართველოში ამ არსებული კანონით აღარ იარსებებს
არც ერთი სრულფასოვანი უნივერსიტეტი. დღეს არის 150,000 სტუდენტი, ქართულ სტუდენტებს ვლაპარაკობ და ფაქტობრივად კუბახიძემ თქვა, ერთხელ თქვა, რომ 50,000, ანუ 100,000, მეორე რაცა თქვა, იყო 100,000 თუ რაღაც ესეთი, ანუ 50,000-ის ფარგლებში ნაკლები იქნება სტუდენტი, ხო? მესამე არის ის, რომ თბილისი აღარ იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი, თბილისის უნივერსიტეტების, სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონება ფაქტიურად სრულად გაიყიდება და იგივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან დარჩება აბრევიატურა, ფაქტობრივად ეს იქნება რუსთავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ანუ RSU, ხო? აქ ჩამოთვლილი მავნებლობებით განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ნაკლოვანება არ სრულდება. გარდა იმისა, რომ ნაკლებ ადამიანს ექნება წვდომა უმაღლეს განათლებასთან და ხარისხიც გაუარესდება, ეს რეფორმა გამოიწვევს ევროპული საგანმანათლებლო სივრციდან საქართველოს სრულ ჩამოშორებას. როგორც ჩანს, ოლიგარქიული დიქტატურის ამ ეტაპზე აკადემიური სივრცის დამორჩილების დროც მოვიდა. ხდება კონტროლისა და დამორჩილების ინსტრუმენტალიზაცია. ცვლილებების მიხედვით სრულ კონტროლს დაექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ისევე როგორც იქ მყოფი პროფესორ-მასწავლებლები, რათა არ დარჩეს არანაირი თავისუფალი სივრცე ამ ქვეყანაში ჯანსაღი იდეების გასავრცელებლად. ავტორიტარიზმისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს რეფორმა ფაქტობრივად ის კი არა, რომელიღაცა პოლიტიკური გემოვნების ან მემარცხენე ან მემარჯვენეების მხრიდან დაწუნებული რეფორმა. ეს არის რეფორმა, რომელსაც გადავყევართ დემოკრატიული სივრციდან ავტორიტარულ, დიქტატორულ სივრცეზე, სადაც ნადგურდება უბრალოდ თანამედროვე უნივერსიტეტი საქართველოში უბრალოდ აღარ იქნება და ტყუილია ის, რომ ასე ვთქვათ, ორ უნივერსიტეტში, რომელსაც თითქოს ტოვებენ, ანუ ისიც აღარ იქნება, ეს უნივერსიტეტებიც აღარ იქნება სრულფასოვანი უნივერსიტეტი, მაგრამ ის, რომ აი ამ ორ უნივერსიტეტში იქნება სწავლა უფასო და ამისთვის აკეთებენ ყველაფერს, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ მათ შეეძლოთ გამოეცხადებინათ აი ამ ორ უმაღლეს სასწავლებელში უფასო სწავლა და არ დაენგრიათ დანარჩენი უნივერსიტეტები, თუნდაც იმითი, რომ მაგალითად ორი უნივერსიტეტი ყოფილიყო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დანარჩენი უნივერსიტეტები, ვისაც არ უნდოდა ამ რეჟიმზე გადასვლა, ყოფილიყო გამხდარიყო არასამეწარმეო იურიდიული პირი და მათ ექნებოდათ გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ არ მიიღებდნენ სახელმწიფოსგან არანაირ დაფინანსებას. ფაქტობრივად დღევანდელი ის მაგალითად ილეს სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალიან მიზერულად, საოცრად მიზერული არის სახელმწიფოს წვლილი დაფინანსებაში და ეს საერთოდაც რომ გაქრეს უნივერსიტეტის ფინანსური და ავტონომიური დგრადობა, ფინანსური და ინსტიტუციური დგრადობა არ შეიცვლება. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ეს ფასი, რაც უფასო განათლებაზე საუბრობენ, ამის ფასი არის ნგრევა დაქვემდებარება. წარმატებული სტუდენტები უფასოდ აქამდე სწავლობდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გრანტის ფარგლებში და ამ გრანტს თუ ვინ რომელ უნივერსიტეტში მოიხმარდა, ამას თავად წყვეტდნენ. ახლა კი ამას მთავრობა გადაწყვეტს. თქვენს შვილებს არ ექნებათ არჩევანის საშუალება, თუ სად დახარჯონ მათი სწავლისა და მეცადინეობის შედეგად მოპოვებული სახელმწიფო გრანტი. ამასთანავე იმ ფონდზე, როცა სკოლა შესაბამის განათლებას ვერ იძლევა და ჩაბარება ძირითადად რეპეტიტორებზე არის დამოკიდებული, ვინც შეძლებს უფრო კარგი და კვალიფიციური რეპეტიტორის აყვანას და ამაში თანხის გადახდას, ისინი ჩაირიცხებიან, ვინც ვერა უმაღლესი განათლების მიღმა დარჩებიან. მაგალითისთვის კიდე ერთი ზიანი არის მაგალითად 27-28 წლებში, როდესაც 11 კლასელები და 12 კლასელები ერთად დაამთავრებენ სწავლას, დაახლოებით 30,000 აბიტურიენტი ვერ მოხვდება უმაღლესში. და როდესაც ისინი ამბობენ, რომ აი უმაღლესში თქვათ სახელმწიფო სასწავლებელში უფასოზე ისწავლის მხოლოდ გამორჩეული და კარგი სტუდენტი, რაც ჯერ ერთი უზღუდავს არჩევანის თავისუფლებას, მაგრამ ამის გარდა ჩვენი სოციალური გარემო და განათლების დონე ყველგან ერთნაირი არ არის სკოლაში. და ეს მაგალითისთვის ეროვნულ გამოცდებზე არსებობს სტატისტიკა, სადაც თბილისის სკოლა დამთავრებულების ქულები არის 10 დაახლოებით 10 ქულით
მაღალი ვიდრე არის სხვა ქალაქებში და ქალაქების სკოლადამთავრებულთა ქულები არის 10-ით მაღალი ვიდრე რეგიონისა. ეს ნიჭზე და უნიჭობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სოციალურ გარემოზე არის და მიღებული განათლების დონეზე არის. ეს კიდევ უფრო გაზდის ფაქტობრივად ასე ვთქვათ მათთვის ვისაც აქვს შეზღუდული სოციალური გარემო და არის მძიმე პირობებში იზრდება, იმის საერთოდ ეკეტება უმაღლესში მოხვედრის საშუალება და განვითარების საშუალება, ხო? ეს დღევანდელი პირობები უზრუნველყოფდა, რომ სხვადასხვა განვითარების დონის მქონე ახალგაზრდები, რომლებიც 16 წლისას არ ჰქონდათ თანაბარი პირობები, მოხვდებოდნენ უნივერსიტეტში და მერე ექნებოდათ აი ამ სივრცეში ექნებოდათ ასე ვთქვათ განვითარების საშუალება. აი ამ განვითარების საშუალებას უსპობენ ფაქტობრივად რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს. დაფინანსების მოდელის შეცვლა სკოლაში ხარისხის გაუმჯობესების გარეშე ცხადია არაფრის მომცემია. ჩვენი საჯარო სკოლის სახე ხატი კი დღეს ასე გამოიყურება. აი ბაღის თანამშრომლებს რა უნდა მან ჩაფუძნოს? რასაკეთებთ ხალხი? რაგი ეს სიები რა გიკავებთ? მათხოვეს თქვენი სიები ახლა ამტყავს. დაფერა აქ და რატო იმალებით თქვენ? პანაშვიძე აქ მერხების ქვეშ? მერხების ქვეშ იქნებს ხო პანაშვიძე იკებებით მერხების ქვეშ? საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების უმრავლესობის მთავარი საზრუნავი არა ბავშვების განათლება, არამედ საარჩევნოდ ოცნებისთვის ხმების მობილიზება. ნებისმიერი დამცირებისა და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობის ფასადაც კი და ქოცი არ ფიქრობს, რომ აქ რამე შესაძლებელია და რამე რეფორმაა საჭირო. აქ ყველაფერი რიგზია. სხვაგან არის პრობლემა, იქ სადაც თავისუფლებაა და დიქტატორის მიმართ დაუმორჩილებლობა. ისაც სინამდვილეში შეიძლება გამოცხადებული იყოს როგორც უფასო განათლება, აქედაც ძალიან ბევრი მოქალაქე იღებდა ამ ტიპის განათლებას და უკეთესი გადანაწილებით, ხო, მაგალითად ადამიანს თავად შეეძლო განისაზღვრა რომელ უნივერსიტეტში დახარჯვა და იმ ფულს, რომელსაც სახელმწიფო აძლევდა და ეხლა ეუბნებიან, რომ მხოლოდ აქ უნდა იყოს. შესაბამისად, რაც ძალიან კარგად გაზდევს ხაზს, ესე ძირითადად, რაც არის ამ განათლების რეფორმის ღერძი, ან არქიტექტურის ცენტრი, ხო არის თავისუფლების წართმევა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, პროფესორისთვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. და საერთო კონტექსტში, რაც გააკეთა მე ბოლო 2 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით და ბოლო 1 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად რაც გამოჩნდა, არის რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ირგებს ხელში და ცდილობს რაღაცა შექმნას სოლიდური ერთი დიდი მანქანა, რომელიც ერთ და იგივე მოდელით იმართება, ხო? ანუ გაწმინდა ხალხი ყველა აბსოლუტურად ვინც კი ოდნავ რამე პრეტენზიას აცხადებდა, ან წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევა იმით, რომ რაღაცა სტატუსს წერდა, ან აქციას დადიოდა, ან უმოკლობას გამოთქვოდა სამსახურში, აი ეგეთი ხალხისგან დაიწმინდა მთელი სტრუქტურები და ნუ განათლების რეფორმა მოყვა ალღას, რა თქმა უნდა, ეს უნდა მომხდარიყო, ხო? უნივერსიტეტისთვის მისიის გამოცვლის ფარგლებში და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ნაცვლად მორჩილი და პოლიტიკურ პარტიას დაქვემდებარებული საზოგადოების ფორმირების პროცესის პარალელურად ოცნებას სკოლებში შეაქვს ცვლილებები. მაგალითად აუქმებს მე-12 კლასს, შემოაქვს ფორმები, რომლის ყიდვაც მშობლებს დაევალებათ და ასევე მოიფიქრეს, რომ ყველა იმ წიგნით ისწავლის, რომელსაც ქართული ოცნება გადაწყვეტს. ერთ-ერთი მაგალითად ეს სიგიჟე არის ამ მე-12 კლასის გაუქმება, რომელიც რა გითხრათ, ფოკუსი არის რაღაცნაირი რა, ანუ ლოგიკური ფოკუსი არის რა, გეუბნებიან რომ მე-12 კლასში ბავშვები არ დადიან სკოლაში და ამიტომ ჩვენ გავაქრობთ მე-12 კლასს და აღარ არის პრობლემა აღარ არის. რა გითხრათ, აბა ყველა მიცის რატო არ დადიან მე-12 კლასელები უნივერსიტეტში, ემზადებიან და ყველა მიცის რომ როგორც კი მომზადების წელი მე-11 გახდება, იგივე დაემართება მე-11 კლასი, იგივე დაემართება. ანუ შანსი არ არის მასწავლებლის კომპეტენციას იზრდება idეაში წლების განმავლობაში და ანაზღაურებაც ხო, მაგრამ რეპეტიტორების პრობლემა არ მოგვარებულა, ხო, გამოცდები განსხვავდება იმისგანაც მე ვაბარებდი თავის დროზე, აი გამოცდის მომბარება, მაგრამ ბავშვები მაინც ემზადებიან რეპეტიტორთან და არ დადიან სკოლაში. ანუ რამე სხვა აქ მექანიზმი არსებობს კი, მაგალითად ჩვენთან სკოლაში აღრიცხვა, სერიოზული აღრიცხვა მე-12 კლასში და მოთხოვნა საგნების. ანუ ერთ ერთი ბავშვი მე-12 ვერ ბედავს იმას, რომ სკოლაში არ იაროს, იმიტომ რომ ეგრე არის ჩვენთან რა. ეგრე გადავწყვეტ ნება გვაქვს ამის. და შესაბამისად ახლა ის რომ გაუქმო და მე ისე უწერო ნიშნები, მთელი წლების განმავლობაში ნიშნები იწერებოდა მე-12 კლასში უბრალოდ ისე ჰაერიდან,
ყველამ ეს იცოდა და იმის მაგალითად რა ვიცი ვინმეს მაინც მოთხოვს ამაზე პასუხი მე-12 კლასს აუქმებენ ხო დაიმართება მე-11-ს ლოგიკურად ყველამ იცით რომ დაიმართება მე-11-ს და მე მოუწევთ იქ რაღაც პრობლემების ისევ ახალი გაჩენილი პრობლემების მოგვარება ხო მაგრამ ისევ არ მოაგვარებს ისევ იტყვის რომ ხო ესე მოხდა რა ვქნა დამიზრალი იყო ისევ სხვას დაჭის და გავაგრძელებთ უბრალოდ დასახიჩრებული განათლების რეფორმის შედეგად მიღებულ რაღაც სისტემაში ცხოვრებას. თუ მე-11 კლასშიც არივლიან ბავშვები რეპეტიტორებთან მომზადების გამო, ნეტა რა უნდა ქნას ოცნებამ, მე-11 კლასიც უნდა გააუქმოს. ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად იციან, რომ ყველა სკოლას არჩევანის საშუალება უნდა მოუსპონ და წიგნების თავად შერჩევის საშუალებაც კი არ უნდა მისცენ. ზედმეტი ინტერპრეტაციები ავტორიტარიზმს საფრთხეს უქმნის. ყველამ კოცის მიერ გამოწერილ საზღვრებში უნდა იაზროვნოს. ის რომ შენ გააქვს თავისუფლება, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობა. თავისუფლება ზოგადად ისიც კი რომელსაც შენ არ იყენებ, შენ თავისუფლების ნაწილი არის. ანუ თავისუფლება არნიშნავს ყველა შესაძლებლობის გამოყენებას. მდგომარეობა თავისუფლება რომ მე ვიცი რომ დამჭირდეს შემიძლია რაღაცა გავაკეთო. როგორც შენ ამას უზღუდავ და ერთი სახელმწიფო და ამას გადაუხვევ. შენ პრობლემები შეგექმნება, ეს უკვე ბორკავს ტვინში ცნობიერების დონეზე მასწავლებელს და ან მიიღებ დაზეპირებას, რაც უბრალოდ ჯოჯოხეთი არის, ხო, რომ აი ვერ გადაუხვევ და ალტერნატიული აზრი არ იქნება, ეს წერია რომ ინტერპრეტაციაც კი სახელმწიფოს მიერ არის განსაზღვრული, როგორ უნდა შევხედოთ მონღოლების და ქართველების ურთიერთობას, როგორ უნდა შევხედოთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ერთი ინტერპრეტაცია არსებობს. და ეგ განათლება არ არის რა, ეს არის რა ვიცი, ნებისმიერი სხვა სახელი შეიძლება დაარქვათ, რა ვიცი, წრთუნის სამინისტრო უნდა ერქვას, მაშინ მაგ სიტუაციაში სადაც ეუბნებიან რომ აი ეს შინაარსი ჩაუდე ბავშვს თავში. თქვათ ერთი საფშიროება ამის არის, რომ ისეთ შინაარსებს შექმნის, რომელიც დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოსთვის, ხო, იმიტომ რომ ვიცით ამათი ცნობიერება როგორც არის მოწყობილი, კაპიტულაცია მათი კოდი არის და შესაბამისად შეიძლება თქვათ ისტორიაში მოიდომონ, რომ გამოუყვნენ და სადაც კი კაპიტულაცია ისინი წამოწიონ წინ და თქვენ რომ ეს არის ყველაზე კარგი სწორი პოლიტიკა, რა ვიცი, მშვიდობის. მაგრამ იგივეს არ აკეთებდა საბჭოთა კავშირი, აი ცოტა ეს მაგიტო ვარ ოპტიმისტურად რა, რომ საბჭოთა კავშირმა აი ამ ტიპის სახელმწიფოების შექმნა და ერთი სახელმწიფოების შექმნა მოახერხა მხოლოდ 30-იანებში რა. ძალიან დიდი დრო დაჭირდა იმისთვის, რომ აი ხელი რაღაცნაირად ერთად მოეყარა მთელი რუსეთის царიზმის ისტორია და მარქსიზმის ჭრილში ჩაესვა და აეხსნა ისე რომ რო არ ახსენო წარსული ქონდა საერთოდ სისრულელი იქნებოდა, მაგრამ რო ახსენო რომ იქაც რა ვიცი ფეოდალური სისტემა იყო, რაღაცები კეთდებოდა, ზოგი გლეხიც ბედნიერი იყო, ზოგი თავადიც არ იყო ბოროტი, მე ჭედაო რა მარქსიზმში ჭედაო და ამიტომ მამის გადაკეთებას ძალიან დიდი დრო დაჭირდა და პლუს ამას ის რაც გადააკეთეს, ის არ დაიკარგა რა, იმიტომ რომ რაღაც სიტყვაზე 1924 წელს აჯანყება გამქრალი იყო საერთოდ კურიკულუმიდან, გადაცემა მაინც ხდება ცოდნების, რომელიც არის სწორი ცოდნები რა. და ამიტომ ცოტა არ მეშინია იმის, რომ ესენი რაღაც სულელურ სახელმწიფოს შექმნიან, რომელიც საზიანო იქნება ქართული სახელმწიფოს წასახად, მაგრამ ჩვენ არ გვხვდებით და ეგ არის მნიშვნელოვანი, ეს ალტერნატიული ნარატივები არსებობს. კოცმა იმდენი ცვლილება დაანონსა ნაწილში თავადაც აირია და ვეღარ გაიგოს სად რას ცვლის. ჯერ გამოვა განათლების მინისტრის მოადგილე და იტყვის აბიტურიენტებს რამდენიმე უნივერსიტეტის შემოხაზვა აღარ შეიძლებათო. მერე კი დეპუტატები ამ ინფორმაციას მითს და დეზინფორმაციას უწოდებენ. თავარი პრინციპი რა არის, რა გვინდა რომ შევცვალოთ, დღეს არსებული მოდელის მიხედვით თქვენ იცით რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ოფცია, ანუ აქვს ვარიანტები რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში ის არ თუ ვერ მოხდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხდება, მესამეში, მეოთხეში და რეალურად ამისი ხარისხი მოგეხსენებათ რომ ვარდება. ახალი მოდელის მიხედვით ამის საშუალება არ იქნება, ანუ თავარი ამოცანა იქნება რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ. მითი მესამე, თითქოს აბიტურიენტს მხოლოდ ერთი პროგრამის არჩევა შეიძლება. მტკნარი სისრუე. დილით მინისტრი მთავრობის ისტორიულ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, რამდენიმე საათში კი ამავე მთავრობის მეთაური ვერ გაიხსენებს თუ რაზეა საუბარი. სურს საზოგადოებას მივაწოდო მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკრეტული საკითხის შესახებ. კერძოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წელს საქართველოს განათლების ისტორიაში პირველად ჩატარდება სახელმწიფო ენის გამოცდა. როგორც გარკვევა ისტორიაში პირველად სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება კონკრეტული სეგმენტზე არის ეს კათოლიკე ბუნებრივია. აი რომ განგვიმარტოთ ეს საჭიროება რატომ დადგა, რატომ გადაწყდა რომ ეს უნდა იყოს საერთოდ. სახელმწიფო ენის გამოცდა რასთან ინიციატივა რაც იყო. ნუ რაც შეეხება ზოგადად უცხო ენის
ქვეყნის ინიციატივა იყო, რომლებიც უცხოელები, რომლებიც სხვადასხვა კომპანიებში არიან დასაქმებულები, სახელმწიფო ენის გამოცდაზე იყო გაუქმებული. რასთან ნებართვასთან დაკავშირებით? სერტიფიცირება. რაც ლოკალური საკითხია. ლოკალური საკითხია. ზუსტად რაც იციან, ის არის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების შენობები უნდა გაყიდონ. ეს აუცილებელია. თან ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფციას ამდენი შენობა არ სჭირდება. რაც მთავარია, არც ერთი ცვლილება, რომელიც ამ რეფორმას მოჰყვება, არ ეხება ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნების შვილებს. ისინი უმაღლეს განათლებას საქართველოში არ იღებენ და ძირითადად კერძო სკოლებში არიან გადანაწილებულები. მაგალითად, მინისტრთა უმრავლესობის შვილებიდან რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა კერძო სკოლაში სწავლობს. პოპულიზმის მარტივ მოდელშიც არ ჯდება ეგ დაანონსებული რეფორმა და საკუთარი შვილების მიმართ დამოკიდებულება. იმიტომ რომ როგორც წესია, დიქტატორებმაც ეს წესი უნდა იცოდნენ, რომ როცა სხვას უფუჭებ რაღაცას, წარმოდგენა მაინც უნდა შექმნა, რომ შენც გეხება რა, რომ მეც ხალხოსანი ვარ რა. ანუ ოლიგარქია მაგ პრინციპით არ მუშაობს. ოლიგარქია პირიქით აღრმავებს განსხვავებას მდიდრებსა და ღარიბებს შორის და ზუსტად მან აჩენს ძალაუფლების ლეგიტიმაციას. მაგალითად, განცხადება, რომ ვისაც უნდათ აი ბორდინგ სკულები არსებობს და წაიყვანეთ თქვენი ბავშვები და შეგიძლიათ რომ ერთი წელი იყავდეთ და მე-12 იგი დაამთავრებინო და ჩააბაროს, ეს არ იყო განცხადება ხალხისთვის გაკეთებული რა. ეს იყო განცხადება საკუთარი მდიდარი ამორჩევლისთვის, ამ მდიდარი იმ ხალხისთვის, რომელიც ისედაც მაგას აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში, იმიტომ რომ მაგალითად, რატომ ამბობ, აი არგუმენტი არ არის. ეს არგუმენტი გავს არგუმენტს, მაგრამ არგუმენტი არ არის, იმიტომ რომ გერმანიაში წასვლა, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში წასვლა ერთი წლით, რომელიც ბავშვი 17-16 არასრულწლოვანი არის ჯერ, ანუ აუცილებლად ვიღაც უნდა წაყვეს განსხვავებით, მაგალითად, როცა 18 არის და უკვე დასრულია რაღაცა უფლებები აქვს, მაგალითად გადაადგილების თავისუფლების და ნოტარიულად დამოწმებული რაღაცები თან უნდა იყოს, ხო? და ეს როცა პირდაპირ ამას ეუბნებ, დააწყნარა თავისი ხალხი და უთხრავს, რომ თქვენ ნერვიულობთ, ანუ არც კერძოებს შეეხება და არც შეეხებათ იმას, რომ ბორდინგშებსაც კიდე წადით და დანარჩენებს ცინიკურად უთხრეს, რომ თქვენც წადით, კაცო, რა პრობლემა არის? თითქოს არ იცოდნენ, რომ საშუალო შემოსავალი ჩვენთან საშუალო იმიტომ არის, რომ ვიღაცას აქვს მილიარდი და ვიღაცას აქვს 3 ლარი რა. ხო და ეს ცინიკური დამოკიდებულება, როცა ოლიგარქი აღარც მალავს, რომ მოკლედ თქვენ ინტერესებს არ უწევს, სხვა ხალხის ინტერესებს ვიცავ, აი მაგის ერთ-ერთი აღწერა არის ზუსტად აი ეს საკუთარი შვილების მიმართ დამოკიდებულება და უცეთ ამ ზოგადად რეფორმაში საკუთარი შვილების გამოტოვება. ქოცი საკუთარ შვილს არაფერს გაუჭირვებს. ქართულმა ხალხმა მაგაზე არ უნდა იდარდოს. არც რეფორმა შეეხება, არც სიღარიბე და არც რუსული კანონების ქვეშ მოუწევს ცხოვრება. მათმა უმრავლესობამ შვილები მათთვის ასე საძულველ დასავლეთში უკვე გახიზნა და რაც უფრო გამუქდება აქ ბიძინას წვდიადი, მით უფრო მეტი გაუშვებს. ეს რუსული კანონები, აკრძალვების შეზღუდვები, თავიანთი დაწერილი წიგნები და ლადოს და გენოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მხოლოდ თქვენი შვილებისთვისაა. მხოლოდ თქვენს შვილებს ეხებათ ინფლაციაც, ფასების ზრდაც, სიღარიბეც, განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვაც. ყველაფერი მანკიერი და ცუდი მხოლოდ თქვენი შვილებისთვისაა და არა უშავს თუ ღარიბაშვილის სახლიდან ოქროს ზოდები ამოიღეს. ასეთივე ოქროს ზოდები და დოლარები კიდევ ბევრი ექნება გადანახული საკუთარი შვილების მომავლისთვის. პროლეტარული დიქტატურისგან განსხვავებით, ოლიგარქს უნდა რომ თავის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტში სახელმწიფომ გადაიხადოს ფული. ეს არის საინტერესო განსხვავება და დანარჩენი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებისა, ისინი უბრალოდ მოკვეთილი იქნებიან კასტური საზოგადოების გაკეთება უნდა, სადაც ვიღაცები უბრალოდ მოკვეთილი არიან აი ამ ელიტას, გაკეთდა ელიტისტურ საზოგადოებას და იქნებიან დაქვემდებარებული და მათი წარმოდგენით ასე ვთქვათ, ეს იქნება დაბალი ფენა, რომელიც ვერ გაბედავს სიტყვის ამოღებას, იქნება დამოკიდებული ბიუჯეტზე, ხო? ოცნებაზე მატერიალურად დამოკიდებული საზოგადოების დიდი ნაწილი ხმის ამოღებას უკვე კარგა ხანია ვეღარ ბედავს, რაც დროგავა კიდევ უფრო მეტს დაამშევს, გააღარიბებს და დატოვებს უციგნურსა და გაუნათლებელს ივანიშვილი, რადგან ასეთების დამორჩილება მარტივია, როგორც პარლამენტში მყოფი უციგნურების დამორჩილებაა მარტივი. აქ კითხვა არავის უჩნდება, კანონის ანალიზში უმრავლესობა არ შედის, არც შედის და ვერც შედის. ანალიზში შესვლაზე ეს კაცი გამახსენდა. ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის 16 თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდი ლოტბარი
ბატონი ანზორ ერქომაიშვილი. ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი. განათლების მინისტრი იყო, ახლა სად არის არ ვიცი. და ბოლოს საქართველოს აბრუნებს ისტორიული განათლების კერის როლს თანამედროვე სტანდარტებით ვაგრძელებთ იყალთოს და გელათის აკადემიების ტრადიციებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ექვთიმე იქეთ იყოს და აგერ ლაშხი გელათის და იყალთოს აკადემიების ტრადიციებს აგრძელებს. ქოცის მიერ ჩამოქცეული გელათის, სადაც აკადემია კი არა, სალოცავად ვეღარ შედის ადამიანი. თუმცა ერთი კულტურული მემკვიდრეობა მეორეთი ჩაანაცვლა ქოცმა და ახლა ხორბლის აღიარებას ზეიმობს. 2-0 as adopted. Your Excellency, Ambassador of Georgia, you have the floor. დიქტატურული მეთოდებით განხორციელებულ ავტორიტარიზმში განათლების ციგნიერების და გელათის სივრცე აღარ დარჩა, თუმცა ხორბალი ხომ მაინც შეგვჭა. ამ ხორბლისგან იქნებ პური მაინც გამოვაცხოთ, პური, რომელიც მოქალაქეების დიდ ნაწილს სანახაობამ ჩაუნაცვლა.